არ გიგიკვირდეთ კაუზები ბარათებზე ეს კონცენტრაციის დასაჭერად გარდა ამისა ეს არის რომ მიიღოთ რაღაც და მიიღოთ ამ შემთხვევაში ის ინფორმაცია რაც უნდა ამოვიდეს გადმოგეცეთ გაშლა კი იქნება საგვარეულოზე რა არის საგვარეულო საგვარეულო არის ენერგია ჩვენი წინაპრებიდან არ აქვს მნიშვნელობა ცოცხალია თუ გარდაცვლილი შვიდ თაობიდან ჩვენი ბებიების და ბაბუების თქვენ შეგიძლიათ აერჩიოთ ერთი ბარათი კითხვა იქნება ესეთი რისი თქმა უნდა თქვენს წინაპრებს თქვენთვის რა ძალას მოგცემენ, რა გაფრთხილებას მოგცემენ, ნახოთ რა ინფორმაცია ამოვა. ან შეგიძლიათ ყველას გვაქვს 4 საგვარეულო, განურჩევლად იმისა გვაქვს მათთან კონტაქტი თუ არა, ეს ენერგია არ წყდება, რას ნიშნავს 4 საგვარეულო? ყველას გვყავს 2 ბებია და 2 ბაბუა. მამის მხრიდან ბებია ბაბუა, დედის მხრიდან ბებია ბაბუა. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ 4-ვე. ან 1. მაშასე. დავიწყებ. პირველი მით ჩაიფიქრა აი ეს ვერცხლისფერი კაუზი ამეთვისთ ვქვით საგვარეულო და ის მხარე შეიძლება უბრალოდ საგვარეულო ჩაიფიქრა შეიძლება რომელიმე კონკრეტული ხო გვარი ეუბნება რომ შენ ახლა რაღაცა მძიმეს ვერ ვიტყვის არ არის რაღაცა ტრაგიკული და რაღაცა ამხრივ მაგრამ მძიმეა იმიტომ რომ თავს გრძნობ მარტოდ გრძნობ თავს რომ გაქვს ტვირთი აკიდებული მარტო ზიდავ ამ ტვირთს მძიმეა ეს ტვირთი შეიძლება რეალურადაც გწკიოდეს კისერი მხრები ბეჭები იმიტომ რომ ძალიან მძიმეა ეს ტვირთი თქვენთვის და მორალურადაც ძნელია იმიტომ რომ აი მარტო გიწევთ ამ ტვირთის გავლა მარტო გიწევთ ამ ტვირთის გავლა ძალიან ბევრი შიშები გაქვთ ამის გამო თითქოს დაუცველად გრძნობთ თავს შიშები გაქვთ როგორ გასწევთ ამ ჭაბანს ამ ტვირთს როგორ მიიტანთ ამ მისიას რაც აიღებთ თქვენ თავზე როგორ გაუმკლავდებით თქვენ თვითონ თუ გეყოფათ ძალა შესაძლებლობა რა იქნება ხვალ ძალიან ბევრი შიშები მოდის და თქვენი საგვარეულო ძალა გეუბნებათ რომ შენთან არის შენი ანგელოზი ძალიან ძლიერი გფარველობს ის და მარტო არ ხარ გახსენებს რომ შენ გიცავს შენი ანგელოზი რომელსაც ვერ ხედავ მაგრამ შეგიძლია რომ იგრძნო შეგიძლია რომ დაიკონტაქტო შეგიძლია რომ სთხოვო რაც გინდა შეგიძლია ჩაეხუტო კი მე რა რომ ვერ გრძნობ მოიხმო და ყველაზე ძლიერი მეგობარი ყავს ყველაზე ძლიერი გეუბნება შენი საგვარეულო გაფანტე შიშები, შენი გზა არის ნათელი, სწორი და ძალიან დიდი ძალა არის შენი მფარველი ანგელოზი სთხოვემას შემწეობა. ეს არის სათქმელი მათგან. ახლა ვინც ეს ოქროსფერი კაუზი, ეს ქვეშ არსებული ბარათი ჩაიფიქრა. აი როგორ გიჭერენ როგორც პატარა ბავშვი თქვენი წინაპრები როგორ გიფრთხილდებიან როგორც ეს გრეგორი როგორც დედა უფრთხილდება შვილს ხო ფარველობს ეს ენერგია გეუბნებათ რომ ძალიან ბევრი რამე გელოდებათ წინო სასიამოვნო ეს არ არის ყველაფერიო როგორც ბავშვის ცნობიერება არის მწირე იმ ხრივ რომ მხოლოდ იმ გარემოს აღიქვავს სადაც არის ხო მხოლოდ იმას ხედავს სადაც არის მხოლოდ ის გონია მთელი სამყარო ისე ხარ ახლა შენ და ჯერ კიდე არ იცი რა გელოდება წინო ფარველობა გაქვს ძლიერი გვარია ვინც ჩაიფიქრეთ ეს ძლიერი კავშირი აქვს თქვენთან არ შეიძლება გრძნობდეთ ამას სიზმრებშიც ხედავდეთ ამ ყველაფერს და კიდე ჩანს არ ვიცი მიწის ნიშანი ხართ მიწის სტიქია ხართ შეიძლება არ იყოთ ჰოროსკოპით მიწის სტიქია მაგრამ თქვენში ჭარბობდეს ეს ენერგია არის მაგალითად მე სულ სხვა სტიქია ვარ ჰოროსკოპით და სულ სხვა ენერგია ჩემში მეტად შეიძლება ეს მომენტიც იყოს მიწასთან მეტი კონტაქტი თქვენ ეს ძალას გაძლევთ
მიწასთან მეტი კონტაქტი, რას ნიშნავს მიწასთან მეტი კონტაქტი? ახლა დათვა და ამის საშუალება გექნებათ მინდორზე ფეხში შველა სიარული, ბუნებაში გასვლა, ხეებში ჩაეხუტეთ, სახლში იქონიეთ მიწიანი მცენარეები, თქვენ ეს ძალას გაძლევთ. ყველანაირი კონტაქტი, თუ ბაღი გაქვთ პატარა, შეგიძლიათ სიამოვნების დონემდე და არა ქანცის გაწყვეტამდე იმუშაოთ ამ ბაღში, ხო, გაალამაზოთ, ყვავილები დარგოთ, რაც შეგიძლიათ, რაც გსიამოვნებთ, მიწასთან მეტი კონტაქტი, ეს თქვენ ძალას გაძლევთ. ახლა ვნახოთ აი ეს ბრინჯაოსფერი კოვზის ქვეშ არსებული ბარათი. ამ შემთხვევაში მოდი გავყოფ სქესს. თუ ეს აირჩია ქალმა ეს არსებული ბარათი, მაშინ თუ შენი საგვარეულო გაეუბნება, რომ ნუ დავიწყე შენში ქალი, გააღვიძე შენში ქალი. რა არის ქალის გაღვიძება? ქალი არის მიმღებლობის ენერგია, მიიღე ყველაფერი დატკბი ცხოვრობით, იზრუნე შენ თავზე, შენ სილამაზეზე, შენ ჯანმრთელობაზე, შენ სილამაზეზე. არსებობს ძალიან ბევრი პრაქტიკები, ახლა ამისთვის ვერ გავჩერდები, არა მაქვს ხო ამ თემაზე, ახლა ეს ვიდეო არ არის ამ ფორმატის, მაგრამ გააღვიძე შენში ქალი, გეუბნება შენი წინაპრები, შენი საგვარეულო, შენი გვარი, ნუ კარგავ შენ თავში ქალს. თუ ეს არის კაცი, მაშინ გეუბნება, რომ ის ადამიანი, ვინც ახლა შენ გვერდით არის ზუსტად ის ქალი, ვინც შენ გჭირდება, ვიზეც ოცნებობდი. უბრალოდ დაინახე მაშინ ეს ქალი და გამოაღვიძე ეს ქალი მაშინ. რაღაცა მოხდა, რამაც ჩაკლა ეს ქალი, ვინც შენ გიყვარდა, როგორიც გინდოდა, რომ ყოფილიყო, არის კიდევაც ეს ასეთია. უბრალოდ გააბედნიერე და იქცევა ეს იმქალად, ნუ კლავ, ნუ ჩაკლავ ამ ქალს მასში, ამ ადამიანში, ეს გაფრთხილება. და ბოლოს თუთიისფერი ბარათი ქვეშ მოცემული ენერგია. რა საინტერესო არის ეს ენერგია გეუბნებათ, რომ ძალიან ძლიერი კავშირი გაქვთ, იცით როგორი კავშირი გაქვთ ამ თქვენ საგვარეულოსთან, წინაპრებთან, თითქოს ზღვარი არ არის, აი ამ ქვეყნის და იმ ქვეყნის სიცოცხლის და სიკვდილის არ არის ეს კავშირი. თითქოს აი ესე ჩვეულებრივად გრძნობ მათ, თითქოს ერთ სივრცეში ხართ, ერთ სამყაროში ხართ, არაფერს არ გაუყოფი ხართ. აი ესეთი დამოკიდებულება გაქვს და მათაც ესეთი დამოკიდებულება აქვს თქვენთან. ნახე მიცვალებული, აი მოდი ესეთ კითხვას დავსვავ და ძალიან მინდა რომ მიპასუხო, ვინ შენ აირჩიეს ბარათი? რატომღაც მგონია რომ შენ არ უნდა გიყვარდეს სასაფლაოებზე წასვლა? ანუ ნახე ვერ გრძნობ შენ იქ ვერაფერს. გარდაცვლილ ადამიანებს წინაპრები არიან ეს თუ ასე ვთქვათ, შეიძლება იყოს ოჯახის წევრებიც, ხო? გრძნობთ როგორც ცოცხალს, უბრალოდ აღიქვავთ რომ რაღაცა სხვა ფორმატია, ხო? ფიზიკური სხეული გარდაიცვალა, მაგრამ არსებობს სული, სამშვიდობი, რომელიც ცოცხალია და გრძნობ ამ ენერგიებს. ნახე, ისე გენატრება როგორც ცოცხალი, მათთან ისე გაქვს კავშირი, როგორც რეალურ ადამიანთან, ხო, არსებულ ცოცხალ ადამიანთან შეგიძლია მიმართო, შეგიძლია გაიხსენო. ანუ აი ეს ტკივილი, ადამიანური ტკივილი, ცხადია გამოვლილი გექნებოდა იმ პერიოდში და რაღაცა, მაგრამ აი ახლა აქ მაგაქვს ესეთი, აი სიკვდილის, მოკვდინების საქმე არ გაქვს. ეს კარგია, ეს ჯანმრთელი დამოკიდებულებაა. აი ნახე, მოკვდა გათავდა, აღარ არის, შენ ესე ვერ აღიქვავ, შენ ერთ წრეში ხარ, შენ გრძნობ, უბრალოდ განცდა გაქვს ხო, რომ აი ეს ფიზიკურ სხეულს ვერ ეხები, თორე ისინი რო არიან, ძალიან კარგად გრძნობ, ძალიან კარგად იცი და მშვიდად ხარ. აქ ბავშვის თემა მოდის წასული, ბავშვის თემა. აი მიუხედავად იმისა, რომ მომენტში ეს ძალიან დიდი ტკივილი იქნებოდა თქვენთვის, ეხლა გრძნობ, რომ კი ცოცხალი უბრალოდ სხვა ფორმით არის ცოცხალი, ხო, ფიზიკურად ვერ ეხები, რაც თქვი, ვერ იხუტებ გულში, თუმცა ენერგეტიკულად ჩახუტები ხარ, ამას ვხედავ. აი ძალიან ჯანმრთელი დამოკიდებულება გაქვს გარდაცვალებასთან, ეს ძალიან კარგია. შენ იცი რომ ყველანი ხართ, იქნებით და იყავით. შვენიერია. აი ესეთი გამოვიდა დღეს ჩემი გაშლა, მომწერეთ თქვენი ემოციები, თქვენი შეხედულებები. და თუ მოგწონთ ჩემი არხი, გახდეთ მისი გამომწერი და დამილაიქეთ ვიდეო, ძალიან გამახარებთ. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე თქვენ ნათია შაი. დიდი სიყვარულით.